მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. ჩვენ დავიწყეთ ციკლი, რამდენიმე გადაცემა უკვე გავიდა, რომელსაც დავარქვით ცრუ ღმერთების დაბრუნება. მაშინ ვისაუბრეთ ძირითადად სამ ყველაზე ჩვენი აზრით თვალნათლივ აღსაქმელ დაბრუნებაზე ამ ცრუ ღმერთებისა. ერთ-ერთი ეს იყო ერთგვარი ვნების სექსის კულტის დაბრუნება, მეორე ეს გახლდათ ფატალიზმი, ბედისწერის და თუკი პირველ შემთხვევაში ერთგვარ გენდერულ ათასგვარ სიჭრელეზე იყო ლაპარაკი, მეორე შემთხვევაში ეს იყო რაღაცა ჰოროსკოპები, გადაწყვეტილია ჩვენი ყოფა, ჩვენი ქცევა და ასე შემდეგ. ამაზე იყო ლაპარაკი, მესამე ერთგვარი განხილვა იყო უცნაურად შემოფეთებული ბუნების ეკოლოგიის კულტისა და ერთმა ჩვენმა მაყურებელმა ჩვენ თქვით პრობლემს რომ თუ კიდევ რამე იყო მოგეწერათ შეგეტყობინებინა თქვენი აზრით კიდევ რომელამ დაბრუნებულ ცრუ ღმერთებზე შეიძლება და გვესაუბროთ და მოგწერეს ითხოვა სახელი ბოლომდე არ გაგვიმჟღავნებინა მხოლოდ სახელს ვთქვით ბატონ გრიგოლს უმადლობთ ამისთვის და ამ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა მოგწერა და გითხრა რომ ლაპარაკი შეიძლება ვილაპარაკოთ კიდევ ერთ ცრუ ღმერთზე რომელიც არსებობს რომელმაც სცადა როგორც იმ შემთხვევებშიც ჩაენაცვლებინა მთავარი, ჩაენაცვლებინა ღმერთი, ჩაენაცვლებინა ჩვენი ცხოვრებისეული ორიენტირი, თავარი ორიენტირი, რომელსაც უნდა იყოს მიმართული ყველაფერი, ხო? ეს კიდევ ერთი ცრუ ღმერთი გახლავთ. რასაც ახლა ვიტყვი, სანამ ზოგიერთი გამოკრიტიკებს, რამდენიმე წუთი მაცადოს, რომ აუხსნა გულისხმობ. ეს მეცნიერება როგორც ღმერთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ქრისტიანობა თვითონ ყოველთვის იყო მეცნიერების რელიგია, შემეცნების რელიგია. ქრისტიანობა ცდილობს რომ ღმერთიც კი შეგვამეცნებინოს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ამიტომაც მეცნიერება იდეაში ძალიან კარგი სიტყვა იყო. მეცნიერება ეს იყო სიტყვა, რომელიც გულისხმობდა ღმერთის ცნობას და მეტ ცნობას, შემეცნებას ღვთისას. დღეს სამწუხაროდ თანამედროვე საუბრისას უცეცმენს მეცნიერება როგორც წესი გულისხმობენ მხოლოდ საბუნების მეტყველო მეცნიერებას. Science, ხო, თარგმნეს. იმის გამო რომ science, ეს აქცენტი აქვს ინგლისურენოვან დასავლურ სამყაროში, სწორედ საბუნების მეტყველო, ანუ ასე ვთქვათ, ფართო მნიშვნელობით რა თქმა უნდა, science არის ლიტერატურა ცოდნეობაც, მაგრამ უშუალოდ ვიწრო გაგებით ამ ტერმინის თქმისას გულისხმობენ ხოლმე პირველ რიგში ბუნების მეტყველებას და ჩვენთანაც რაღაც ესეთი ტენდენცია წავიდა რომ ნელ-ნელა მეცნიერება ნიშნავდეს ბუნების მეტყველებას. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ჩვენ ახლა ამაზე არ გვაქვს ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს ლაპარაკი მეცნიერებაზე როგორც ღმერთის ჩამნაცვლებელზე და რას გულისხმობთ ამაში. როდესაც ვამბობთ ღმერთი. პირველ რიგში რას გულისხმობთ? რა თვისებები გააჩნია ღმერთს? ყოლის შემძლეა და ყოლის ცოდნია. აი ეს ატრიბუტები ადამიანებმა მიანიჭეს ღმერთს თავის დროს. ასე შეიმეცნეს ღმერთი. მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა რომ თურმე ზუსტად იგივე ტერმინებით მოინდომეს ზოგიერთებმა აღწერონ მეცნიერება. ანუ მე თქვენ გეტყვით რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს, ეს ხომ არამეცნიერულია. თავში სასწაულზე, ეს ხომ არამეცნიერულია. ნიშნავს რომ ეს ავტომატურად უნდა იქცეს ზღაპრად. ის რაც მეცნიერული არ არის. არ არის ნამდვილი. არ არის ჭეშმარიტი, არ არის სანდო. და აი ასე მეცნიერებამ ნელ-ნელა მოდით გავიხსენოთ რომ რასაც თუნდაც ბუნების მეტყველები, მათემატიკოსები ეს ხომ სწორედ ლინგვისტებიც, ისტორიკოსებიც ეს ყველაფერი ხომ მონასტრებში იბადებოდა და ჩნდებოდა.
შუა საუკუნეებში ხომ სწორედ ეკლესია იყო კერა ინტელექტუალური განვითარებისა. ეკლესია ყოველთვის იყო, ამიტომაც გახსნილი მონასტრები იყო გახსნილი. კულტურული საგამართლო ცენტრები იყო, ეკლესიებში იყო გახსნილი მეცნიერული აზროვნებისთვის. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათთვის. მაგრამ დღეს არა ის რომ ეკლესიაში იყოს სავანე მეცნიერების, არამედ მეცნიერება თავად იყოს ღმერთი თაყვანისცემის ობიექტი. თუ მეცნიერება უკვე დადგენილია, მაშინ რაღაცზე ლაპარაკი. თუმცა ყველას ავიწყდება ერთი ესეთი რამ. როგორც კი მეცნიერება საბოლოო პასუხს იტყვის, ის იქცევა დოგმატურ სწავლებად. ის რელიგიური ხდება. ანუ არსებობს ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც აღწერს მეცნიერების სწორ აღქმას. მას ქვია ასე მეცნიერებამ დღეს ასე იცის. რაც ნიშნავს, შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს რომელიმე ფაქტორი, ელემენტი, ნივთკიცებულება, გარემოება, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სამყაროს სურათი, რომელიც დღეს არის მოცემული ჩვენთვის. შეიძლება შეცვალოს სურათი საბუნების მეტყველო იქნება თუ სხვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. აი როგორც კი ამის დავიწყება ხდება, მაშინ უნივერსალურობის მანტიით იმოსება მეცნიერება. და მაშინ მეცნიერება ხდება ახალი ცრუღმერთი. როგორ კაცო, მეცნიერება ხო დამტკიცებულია რომ ასე არ არის. და ღმერთს არ აქვს თავისუფლება. ყველა თქვენგანი, რომელიც დიდ მარხვაში ისმენს ანდიაკრიტელის კანონს, ყველამც რომ ღმერთი არის ის, ვინც სცვლის ბუნების წესს, სადაც როცა მას უნდა ეს. ამიტომაც ნებისმიერი აპელირება მეცნიერებასთან აბსტრაქტულ უპიროვნო ჭეშმარიტებასთან ეს სუფთად რელიგიური მომენტია. ამიტომაც როგორც არ უნდა თქვენ სიტყვით ამბობდით რომ რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებით და რელიგიებს როგორც წესი სასწაულები ახლავს. რელიგია რა არის? ცდელობა დამყარდეს კავშირი ამ და იმ სამყაროსთან, ის სამყარო აპრიორი მოიაზრება განსხვავებულ ამ სამყაროსგან, ტრანსცენდენტური სამყაროა და ბუნებრივია მათ შორის კავშირი არის უნიკალური, განუმეორებელი, სპეციფიური. და როგორც კი აი ამ შეხვედრებს ორ პრინციპულად განსხვავებულ სამყაროს შორის მე შევეცდები რომ მოუძებნო მხოლოდ ამ სამყაროსთვის დამაკმაყოფილებელი ახსნა, მე ყველა ვარიანტში იმ მეორე მხარეს ვაზარალებ. ის თავის არ დაზარალდება, ვერ დაზარალდება. მაგრამ ჩემს აღქმაში მე შევეცდები ის მოვაქციო ამ პროკრუსტეს სარეცხელზე. და აქ გავწელო, შევკუმშო, მოვჩეხო, ისე რომ აკმაყოფილებდეს ჩემს ამ წარმოდგენებს. ამიტომაც დიახ, როგორც ვთქვით, ჩვენი მაყურებლის და მსმენელის მოწოდებით ჩვენ დღეს კიდევ ერთი ცრუ ღმერთი ვახსენეთ. ის რომელიც დაბრუნდა და ის რომელიც დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანის გონებას იკავებს. საინტერესო რა მოხდა? მთელი სტატისტიკური მონაცემები შეიძლება ნახოთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც მეცნიერები არიან უფრო და უფრო მეტი, ამდენი და ამდენი ნობელიანტი, ამდენი და ამდენი აკადემია, ამდენი და ამდენი ლაბორატორია, რომ თურმე ამ ქვეყნებში კლებულობს მორწმუნეთა რაოდენობა. აი, თურმე განათლება ყოფილა ის, რაც გვიხსნის ჩვენ აი ამ რელიგიური რწმენის მარწუხებისგან. არა, საქმე სხვანაირად არის. ერთი ტიპის მორწმუნეობიდან ადამიანები გადადიან სხვა ტიპის მორწმუნეობის ბანაკში. აი რა არის აქ თავარი. თავარი აღმოჩნდა ის, რომ ადამიანებმა, კონკრეტულმა პირებმა თქვეს, რომ ის ანუ მეცნიერება გასცემს პასუხებს მათ ყველა შეკითხვას. ეს ხომ ღმერთისთვისება გასცემს პასუხი ყველა შეკითხვას. ანუ არა ავტვით ჩვენ რომ ვინც ამას იმეორებდა და დარწმუნებული ამაში რომ
მაინც და მაინც ესმის არსი თავისი ნათქვამისა. მაგრამ დიახ, ამ ხალხის მიერ ღმერთად ცხადდება მეცნიერება. ვისაც გვაქვს გამოცდილება მეცნიერულ წრეში, მეცნიერულ ოჯახებში აღზრდისა და ამ წრეში მიმოქცევისა, მათთვის გასაგებია მეცნიერებას, ყველა მეცნიერებას აქვს თავისი მართებული არე. მას აქვს თავისი ჩარჩოები. ყველა მეცნიერებას აქვს თავისი ჩარჩო. ცალ-ცალკე ყველა მეცნიერებას აქვს თავისი ზღვარი. ბიოლოგია, ზოოლოგია აღარ მუშაობს იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმები. ენათმეცნიერება, ფილოლოგია არ მუშაობს იქ, სადაც არ არსებობენ მეტყველი ენობრივი არსებები. ყველაფერს გააჩნია თავისი ჩარჩოები, ყველა მეცნიერებას. და საბოლოო ჯამში ამდენი შეზღუდულობის ჯამი მეცნიერულად, ლოგიკურად რომ ვთქვათ, არასრულყოფილებების ჯამი ვერ მივა სრულყოფილებამდე. ამიტომაც მეცნიერება ვერ გასცემს პასუხს ყველაფერზე. მეცნიერება არ იყო, მეცნიერება არის. აი თუ კი ეს უყვართ ხოლმე ხო ათეისტებს, რომ ეს თქვენ გამოიგონებთ ღმერთი. ერთადერთი ღმერთი, რომელიც არის გამოგონებული, ეს არის მეცნიერება. ღმერთი სახელმეცნიერება. ის ადამიანების ცხოველქმედების პროდუქტია, ინტელექტუალური ცხოველქმედების საბუნებრივია, სხვა რამეს არ გულისხმობთ. და ამიტომ როგორც კი ვინმე ადამიანი შეეცდება აპელირებას მეცნიერებაზე, როგორც უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებაზე, ის უკვე ართმევს მეცნიერებას უფლებას განვითარდეს და თქვას, რომ უი, მე გუშინ ვცდებოდი. მე რომ გუშინ მეგონა, რომ სინათლის სიჩქარე აბსოლუტური და მასზე ჩქარა არანაირი ნაწილაკი ვერ გადაადგილდებიან, თურმე ვცდებოდი. მე რომ მეგონა, რომ ატომი არის ის, რაც არ გაიყოფა ატომოს. ნიშნავს აღარ გაყოფაც, ხო? ბერძნული ტომი, ანუ ნაკვთი გაყოფა და წინებრივ ტომებად არის ხოლმე, ხო? აი ჩვენს განსხვავებთ ტომეულებს. და ატომის აპრეფიქსის აღარ იყოფა. თურმე ატომი იყოფა. ჩვენ ელექტრონი ვნახეთ. ყველაზე პატარა ნაწილაკები, თურმე კიდევ. კვანტური რეალობა აღმოვაჩინეთ. თურმე სულ სხვანაირი ვითარება არის. თურმე დროც კი სხვანაირად მოქმედებს და სივრცესაც სხვანაირი განცდა აქვს და აღქმა აქვს. როგორც კი მე ვთქვი მეცნიერებამ იცის აბსოლუტური მნიშვნელობით, მე მეცნიერებას ვართმევ საშუალებას განვითარდეს. ვართმევ საშუალებას მართლა გახდეს შემეცნებელი ქმნილებისა, რომ პავლე მოციქულის შესაძლებ ქმნილების შემეცნებით ჩვენ შემოქმედი შევიმეცნოთ. მეცნიერებამ არ უნდა გადაფაროს ღმერთი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა მოვახსენოთ ჩვენს პატივცემულ მაყურებელს, რომელმაც ითხოვა, რომ ბოლომდე არ დაგვესახელებინა. მის თავმდაბლობა დასაფასებელია. დიახ, კიდევ ერთი ცრუ ღმერთი, ეს გახლავთ ღმერთი მეცნიერების სახელით. ან მეცნიერება ღმერთად სახელდებული. ხო, მეცნიერება აუცილებელია, როგორც ვთქვით, ქრისტიანობა ყოველთვის იყო მეცნიერების ერთ-ერთი მოწინავე და შთამაგონებელი. მოდით ყველაზე მარტო თქვა, როდესაც ლაპარაკობენ, რომ აი ჩვენ დღეს შეგვიძლია თქვა, რომ სიცოცხლე ჩაისახა, ასე განვითარდა, ვერსად ვერ გაჩნდებოდა დარვინის მსგავსი ასეთი ჯაჭვი სიცოცხლისა, თუ არა იმ საზოგადოებაში, რომელიც ბიბლიით აზროვნებდა, იმიტომ რომ ბიბლია იძლევა აი ასეთ განვითარებას სიცოცხლისა წყლიდან ხმელეთისკენ და ადამიანამდე. დიახ, ეს ბიბლიური კონცეფცია და ბიბლიას დარვინიც და მის თანამედროვეებიც სწორედ ქრისტიანობის სახით იცნობდნენ. დიახ, მეცნიერება ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ზრუნვა სამოთხეში მოცემული პირველი კურთხევა, ხო, დაიცავი და ამუშავე ზრუნვა გარემოზე, ბუნებაზე. ზუსტად ისევე როგორც
წარმოადგენ იმაზე, რომ ღვთის განგება არსებობს. არა ფატონი, არამედ ღვთის განგება. სწორედ იმაზე, რომ იყვარებოდეთ ურთიერთას, გულისხმობს ყველა ფორმის სიყვარულს, რომელიც არ ურს ადამიანს ხელს, რომ თავარი სიყვარულისკენ მიდიოდეს, რომ ისე სხვა სიყვარულები ფერცვალებადნი იყვნენ, რომ განიცადონ ფერის ცვალება იმ აღაპად, რომელიც ღმერთია. როგორც კი აი ამ ნიუანსების სწორი დაცვა ხდება, ყველა ეს იდეა, სიყვარულიც, ხვედრიც, ბუნებაც, მეცნიერებაც შვენივრად ჯდება ქრისტიანულ კონტექსტში. და მართებული მიმართება ამათ მიმართ. ძალიან უცნაურად გამოგვივიდა, მაგრამ გვაბადეთ, სწორია, სასურველია და კარგია. როგორც კი რომელიმე მათგანის გაღმერთება, გაფეტიშება დაიწყება, მივადგებით იმას, რაც ყველაზე ტრაგიკულია ჩვენი დღევანდელობისთვის. ლამაზად შეფუთული განეკლესიურება ადამიანებისა. კეთილი. ფიქრობთ, ამ ცრუ ღმერთთან დაკავშირებითაც დღეისთვის საკმარისი თქვით, თუ რამ შეგვეშალა, გამოგვჭა, არასწორად თქვით. გთხოვთ, მიუწვდით თქვენ კომენტარებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მადლობლები ვარ თქვენი პირადი შეტყობინებებისთვის, მაგრამ გაგვეხარდებოდა, რომ გვეხილა თქვენი აქტივობა სწორედ ჩვენი გვერდის მინიმუმ კომენტარების ველში. კეთილი, ამჯერად დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.